ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს მიძინების მარხვა, ასე უწოდებს ამ პერიოდს ეკლესია და ველოდებით ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის აღნიშვნას და აი ამ მარხვის დღეებით მივაგებთ პატივს, გამოვხატავთ ჩვენს სიყვარულსა და სარწმუნოებას და ვითხოვთ ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობელისაგან შეწევნასა და მეოხებას წინაშე ღვთისა. მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ მარხვის დღეებით, როგორც აღვნიშნე, გამოვხატავთ ჩვენს სარწმუნოებას, გარდა ამისა, თვითონ მარხვას და ლოცვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც ამაზე დღეს წმინდა წერილმა მოგვითხოვრო. ვინც მოусმინა წმინდა წერილის სიტყვებს, მოისმენდა სახარებისეულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ერთმა მამაკაცმა თავისი შვილი, ახალგაზრდა კაცი, ძე ასე ბრძანებს, ყმაწვილი კაცი მიიყვანა ქრისტესთან. მიიყვანა იმიტომ, რომ მისი შვილი იყო ეშმაკეული, ეშმაკის შეპყრობილი. და როგორც თავად მამა ამბობს, მრავალგზისო თავი ჩაიგდოო, ხან ცეცხლშიო, ხან კლდეებზეო, დაიკოდა საკუთარი თავიო. და მეო შენს მოწაფეებთან მყავდა ისო, მაგრამ მათ ვერაფრით ვერ შეძლეს მისი განკურნებაო. თუმცა მანამდე წმინდა წერილი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ მაცხოვარმა თავის მოწაფეებს სანამდე საქადაგებლად გაუშვებდა, მისცა ძალები, რათა განკურნება მიენიჭებინათ, ეშმაკები განეგდოთ, გველსა და ღრიანკალსა ზედა ფეხი დაედგათ და თუ რამე ავი, მომწამლელი შეესვათ, მასაც არევნო მათთვის. და წავიდნენ მოწაფეები და მრავალნი განკურნეს და მრავალნი ეშმაკეულები გამოაჯამრთელეს. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ ვერ მოახერხეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ძალა მოცემული ჰქონდათ. და მაცხოვარმა უბრძალა ეშმაკს და განვიდა ეშმაკი ამ ყმაწველისაგან და როგორც ამბობს წმინდა წერილი, ისო ქვე დაემხოვო და იყო ვითარცა მკვდარიო. და მერე მოწაფეები ეკითხებიან, ჩვენ რატომ ვერ შევძლეთო ამის გაკეთება? და მაცხოვარი პასუხობს, ურწმუნოებისა თქვენისათვისო. ჩვენ შეიძლება დავსვათ კითხვა, რა ურწმუნოებაზე არის საუბარი, როდესაც რაღაცა დროის მონაკვეთის წინ ამას ყველაფერს აკეთებდნენ მოციქულები ქრისტესაგან მოცემული ძალით. მაცხოვარი იმასაც ეუბნება მათ, რომ დოგვის მარცვლის ოდენა სარწმუნოება რომ გქონდეთ, რომ უბრძანოთ
თასო გადადექი, ის გადადგებაო. ხოლო ნათესავი ესაო, ანუ ეშმაკები, განისხმისო, ანუ განიდევნების მარხვითა და ლოცვითო. აი ამ სამ რაღაცაზე მიუთითებს მაცხოვარი: სარწმუნოება, რწმენა, მარხვა და ლოცვა. მაშინ რატომ ვერ შეძლეს მოწაფეებმა განდევნა ამ ეშმაკისა? იმიტომ რომ მათ ის ძალები და ის ნიჭი, რომელიც მიეცათ ქრისტესგან, ჩათვალეს მათ კუთვნილებად. მიიჩნიეს, რომ ისინი ამის ღირსნიც არიან. და როდესაც ჩვენ ასე ვიქცევით ადამიანები, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი რწმენა მოიკოჭლებს, იმიტომ რომ რწმენა ჩვენი დაფუძნებულია ღმერთზე მინდობაზე, მისი მოწყალების, სიკეთის და ყოვლადძლიერების შეგრძნებაზე, ამის გააზრებაზე, რომ მოქმედია ღმერთი და არა ჩვენ ადამიანები. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი წმინდა წერილში, თავის მოწაფეებს ეუბნება, შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელი ღვთისა მიერ. ჩვენ, როდესაც მცირე რამესაც გავაკეთებთ, ჩვენ გსურს ეს საკუთარ თავს მივაწეროთ. ზოგჯერ არც ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გააზრებულადაც არ ვფიქრობთ, მაგრამ ესე ვთქვათ, ჩვენი პატივმოყვარეობა დატკბება ხელათვე. იმასაც ვეტყვით, რომ არა, რას ამბობთ, ეს ღვთისაგანაა ყოველივე, მაგრამ შინაგანი ტკბობა მოდის. აი ეს მაჩვენებელია ჩვენი მცირედ მორწმუნოებისა, ძვირფასო ძმანო და დანო და თუ ჩვენ კიდევ საშუალება მივეცით ამ თავმოწონებასა და პატივმოყვარეობას, რომ ჩვენი აზრები და გული დაიკავოს, მაშინ უკვე ეს ნებათაც გვექცევა. და უკვე ყველაფერში ჩვენ ვეძიებდეთ იქნება თავმოწონებას, საკუთარი თავის განდიდებას, გაგვიჩნდება მოლოდინი ქების, ტაშის, დაკვრის და ასე შემდეგ. და მაცხოვარი მიუთითებს მოწაფეებს იმისათვის, რომ ეშმაკი იყოს განდევნილი, არის საჭირო სარწმუნოება, პირველი. სარწმუნოება ჩვენი მართლმადიდებელი, რწმენა ყოვლადწმინდა სამებისა, მამისა, ძისა და სულისა წმინდისა. რწმენა იესო ქრისტესი, ძისა ღვთისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა, ჩვენთვის განკაცებულისა, ღმერთკაცისა, ორბუნებოვანისა. და სულისა წმინდისა, მოქმედისა ყოველგან და მომნიჭებელისა, ყოვლისა, სიკეთისა და ძალისა. და მინდობა ღმერთზე, ძვირფასო ძმანო და დანო. მინდობა ღმერთზე, რომ ღმერთია მოქმედი. და ჩვენთვის კი მოცემული არის საშუალებანი, რითაც ჩვენ სარწმუნოებას გამოვხატავ და რაც თავარია, ჩვენ
შევდივართ ბრძოლაში ბოროტ სულებთან, იმათთან, ვისაც სურს ადამიანის სულის წარწმენა, ადამიანის ღვთისაგან ჩამოცილება, სურს სხვადასხვა ხრიკით, რომელიც ხშირად სიკეთის მსგავსია, მაგრამ ბოლო მისი არის სულის დაღუპვა. და ლოცვა ეს არის ღმერთთან ურთიერთობა, ძვირფასო ძმანო და დანო. ურთიერთობა ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელთან, ანგელოსებთან და წმინდანებთან. იმათთან, ვინც სძლიეს ღვთის მადლით ბოროტის მანქანებას, ვინც არ ცხვინეს ბოროტ სულებს. ხოლო მარხვა ეს არის თავშეკავება ცოდვაზე, ბოროტებაზე, ვნებაზე, გამოხატვა ჩვენი სარწმუნოებისა, რამე თუ მარხვა ეკლესიის მიერაა დადგენილი ზუსტად ამისათვის და მოგეხსენებათ, რომ კვირაში 2 დღე ჩვენ მარხვის დღე გვაქვს, ოთხშაბათი და პარასკევი, არა მხოლოდ იმისათვის, რომ გავიხსენოთ ქრისტეს გაცემა და ჯვარცმა, არამედ ზუსტად იმისათვის, რომ თავშეკავებული ვიყვეთ, რომ არ მივცეთ ვნებას, გემოთ მოყვარებას, ჩვენში გამრავლება, ადგილის დაკავება. და სარწმუნოება კიდევ სწორი ქმედებებითაც უნდა იყოს გამოხატული, ძვირფასო ძმანო და დანო. და ბოროტის სულის მოქმედებას აი როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ვითარებაში. ერთი მაგალითის სახით მოვყვები. ეგვიპტელ მამათა პატერიკში არის შემდეგი მცირე მოთხრობა. ერთ მონასტერში ცხოვრობდა ღვთივსათნო და მოღვაწე მონაზონი, რომელიც უყვარდათ მამებს, პატივსცემდნენ მისი ცხოვრებისთვის, პატიოსანი, ღვაწლისთვის, სათნოებებისთვის, რომელიც მას გააჩნდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ კვიდს მონასტრისას გაუჩნდა შური ამ კეთილი მონაზონის მიმართ. ამ შურმა დააკარგინა მოსვენება. ეს შური გადაიზარდა სიძულვილში და მან გადაწყვიტა, რომ რამენაერად ევნო ამ პატიოსანი მამისთვის. და მოიფიქრა შემდეგი. ერთ-ერთი საკითხავი წიგნი შეიტანა პატიოსანი
და მოღვაწე მონაზონის სენაკში, რომლისაც შურდა და გამოაცხადა მამების წინაშე, რომ მე დავკარგე წიგნიო. მოიძიეს მამებმა, აღმოაჩინეს ეს წიგნი მოღვაწე მონაზონის სენაკში და რა თქმა უნდა შესაბამისი სასჯელიც დაედო ამ მონაზონს, რომელსაც თავი არ უმართლებია. ის გაჩუმდა, ჩვენ ვიტყვით, რატომ გაჩუმდა, ხომ შეეძლო მას ეთქვა, რომ არა, მე ეს არ გამიკეთებია. ჩვენ ასე მოვიქცეოდით. ალბათ მეც ასე მოვიქცევოდი. აი ზუსტად ესეც მაჩვენებელი არის ამ მონაზონის სათნოებისა და ღმერთზე მინდობისა. მან ჩათვალა, რომ ეს ყოველივე ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელია მისთვის და ირჩია მოთმინების სათნოება და ცილისწამების დათმენა, თავის დამდაბლება, მიღება სასჯელისა, რომელიც არ ეკუთვნოდა. შემდგომ, როდესაც გავიდა რამოდენიმე კვირა და შეიკრიბნენ ტაძარში მამები და უნდა ზიარებულიყვნენ, ხოლო ამ კეთილ მოღვაწეს ზიარების უფლება არ ქონდა, რადგანაც სასჯელი იყო დადებული მასზე, მოხდა შემდეგი რამ. იმ მოშურნე გულისხმობა რა კარგი გაგებით, არამედ შურის მქონე მონაზონს დაეტაკა ეშმაკი და დაიწყო მისი წვალება. ის გახდა ეშმაკეული. ის დაეცა, გორავდა. რაღაცებს გაიძახოდა და აი ამგვარ ტანჯვაში იყო. და აი ამ ტანჯვით გამოთქვა სიმართლე, რომ დააბრალა თავის ძმას ქურდობა და იყო ცილისწამებელი თვითონ. და მამებმა ლოცვა აღავლინეს მისთვის, რამე თუ ძალიან სტანჯავდა მას ბოროტის სული და წინამძღვარი ამ მონასტრისა იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მადლი სულისაწმინდისა და სასწაულებს აღასრულებდა. წინამძღვარმაც ილოცა, მაგრამ ბოროტმა სულმა არ დაუტევა. ის კვლავაც იტანჯებოდა. და წინამძღვარს განცხადებული ჰქონდა ღამის ჩვენებაში, რომ თუ მას არ შეუნდობდა ის ადამიანი, ვისაც ცილი დასწამა ამ ეშმაკეულმა მონაზონმა, ბოროტის სული მას არ დატოვებდა. მხოლოდ იმის შემდგომ, როდესაც მან მოინანია გულწრფელად და შენდობა ითხოვა იმის წინაშე, ვის მიმართაც შესწოდა, მხოლოდ ამის შემდგომ დატოვა ის ბოროტმა სულმა. ამგვარად, ძვირფასო ძმანო და დანო, სარწმუნოება ჩვენი უნდა გამოიხატებოდეს სწორ ქმედებაში და რაც თავარია, სწორი ქმედება რომ გქონდეს, უნდა გქონდეს სწორი ცნობიერება.
ქრისტიანული ცნობიერება დაფუძნებული წმინდა წერილზე, წმინდა მამათა და ეკლესიის სწავლებაზე და ამის მიხედვით უნდა ჩვენი ქმედებები განსაზღვროთ. აი ხშირად მე მოსწრები ვარ ადამიანი მოსულა ეკლესიაში და ამბობს, რომ ჩემი ოჯახის წევრი ავათ არის. ადამიანი, რომელიც არ არის ეკლესიური, მაგრამ აი ამ წუხარებამ, ტკივილმა ის მოიყვანა ეკლესიაში. ისე როგორც აი სახარებისეულ დღევანდელ თხრობაში არის ნათქვამი, მამა მოდის თავისი ეშმაკეული და ავადმყოფის შვილის ტანჯვით შეწუხებული. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი. მოდის ადამიანი და ამბობს, აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება რომ შემსუბუქდეს წუხარება, ტკივილი, რა შეიძლება გავაკეთოთ. სასულიერო პირი ეუბნება, მოდით თქვენმა ოჯახმა დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება, დაიწყეთ მარხვა, ლოცვა, ჩააბარეთ ახსარება, მიიღეთ წმინდა ზიარება. ადამიანი ამ სიტყვებს არ ღებულობს. მიაჩნია, რომ მას ეს არ ჭირდება, იმიტომ რომ ეს წუხარება, ტკივილი თუ განსაცდელი კი არის მისთვის, მაგრამ ის ფიზიკურად ამაში კი არ არის მონაწილე, მონაწილეა მისი ოჯახის წევრი. მას ტკივა, მას ჭირდება შველა. მე არ ჭირდება. ან ხდება ისე, როდესაც ადამიანი მოდის ტაძარში და სასულიერო პირს ეუბნება, რომ აი რაღაც მაგს წუხარება და ცხოვრებისეული განსაცდელები, რომელიც ჩემ ცხოვრებაში არ ილევა. და სასულიერო პირი ამას ეუბნება, დაიწყე ლოცვა, დაიწყე მარხვა, თქვი გულწრფელი ახსარება. ღმერთს მივანდოთ შენი წუხილი და ღმერთი მოწყალეა. ადამიანი ამას არ ღებულობს. რატომღაც მიაჩნია, რომ აი მოვა მღვდელთან, მღვდელი რაღაც ლოცვას წაუკითხავს და ესე იგი მას ცხოვრებაში კარგად წაოვა ყველაფერი. მღვდელი არ არის, მინდა გითხრათ ძვირფასო ძმანო და დანო, ჩხიბავი და ჯადოქარი. და ჩვენი სარწმუნოებაც არ არის ჯადოქრობა და შელოცვები და ჩხიბაობა და თილისმების გაკეთება. ჩვენ სარწმუნოება გაგვაჩნია. ჩვენ რწმენას ვეფუძნებით, რომელიც არის ჩვენს გულში, რომელსაც გრძნობთ ჩვენი სულითა და გონებით და გულით და ვეძებთ ღმერთს ყველგან და ყველაფერში და ვესწრაფით მასთან სიახლოვეს. და როდესაც ვიქცევით შეუსაბამოდ და არასწორად, მაშინ ხდება ისიც, რომ მოდის ჩვენზე განსაცდელი იმისათვის, რომ გამოვფხიზლდეთ ძვირფასო ძმანო და დანო. გამოვფხიზლდეთ
და დავიწყოთ ღვთის ჭეშმარიტი ძიება. და ამიტომაც ვიცოდეთ აი დღევანდელი სახარების მაგალითზე, რომ ყოველივე რაც არის თქმული ამ წმინდა წერილში და რაზედაც მიუთითებს ქრისტე თავის მოწაფეებს, რწმენა, ლოცვა და მარხვა, ეს არის ჩვენი საშველიც, ეს არის ჩვენი საფარველიც, ეს არის ჩვენი განმამტკიცებელიც და ღმერთთან დამაახლოებელიც. და მივმართოთ ამ ყოველივეს ძვირფასო, ძმანო და დანო და არ დააყოვნებს ქრისტეს შეწევნა და უფალი გამკურნავს ჩვენს და შეეწევა ჩვენს ახლობლებსაც. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ ყველანი. ჩვენთან არის ღმერთი.